ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ინოვაცია იყო თავის დროზე და შემდგომ უკვე სხვადასხვა ქვეყნებმა, ევროპულმა, აზიურმა და ასე შემდგომ გადაიღო იქიდან გამომდინარე, რომ შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ განსაკუთრებით ეს ეფექტურია, ასეთი ტიპის შეფუთვა ეფექტურია ბავშვებისა და ახალგაზრდების თვალსაზრისით, რომ მათ არ დაიწყონ მოწევა, იმიტომ რომ არ იქნება კოლოფი მიმზიდველი. მოგესალმებით თქვენ, კოლოფის დიზაინი ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ ცრუ შთაბეჭდილება შეუქმნას მომხმარებელს, თითქოს ნიკოტინის ნაკლების შემცველობა ნაკლებ ზიანს ნიშნავდეს. მეორეს მხრივ კიდე დიზაინის თვალსაზრისით ძირითადად ორიენტირებული არიან ქალთა სეგმენტზე, ანუ იქ ორნამენტები, სხვადასხვა ისეთი ყვავილები და ასე შემდგომ არის ხოლმე დატანილი კოლოფებზე, რომლებიც მიმზიდველს ხდის განსაკუთრებით გოგონების სეგმენტს. ისთვის არის საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ ქალთა პოპულაციაში მოხმარება ჯერ კიდევ დაბალია, მათ შორის იგივე საქართველოში. ანუ ეს არის ერთ-ერთი იყო მარკეტინგული ხრიკი, რასაც თამბაქოს ინდუსტრია იყენებდა, თუმცა უკვე იქიდან გამომდინარე, რომ ყველა კოლოფი უკვე იქნება სიგარეტის კოლოფი სამწუხაროდ, ჩვენ გვინდოდა ასევე გასახურებელი თამბაქოს კოლოფებიც ერთფეროვანი ყოფილიყო, იმიტომ რომ ზიანი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ის ელექტრონული სიგარეტი იქნება გასახურებელი თამბაქო თუ ჩვეულებრივი სიგარეტები, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ზიანის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მომდევნო ეტაპი იქნება, რა თქმა უნდა, ამ პროდუქტებზეც იყოს სადა შეფუთვა ამ ეტაპზე, მხოლოდ სიგარეტით შემოვიფარგლებით და ყველა კოლოფი, როგორც გითხარით, იქნება ერთფეროვანი, დაახლოებით ჟანგისფერი, უკვე გამოჩნდა ეს პროდუქტები ამ ახალი შეფუთვით საქართველოს თერს ტერიტორიაზე, უკვე რამოდენიმე კომპანიამ გამოიტანა ეს სავაჭრო ქსელში. იმედი გვაქვს, რომ უკვე 1 აპრილისთვის მთლიანად იქნება საქართველოს ყველა სავაჭრო ობიექტი დაფარული სადა შეფუთვით, იმიტომ რომ გარდამავალი ეტაპი იყო 1 მარტიდან შეეძლოთ 1 აპრილამდე როგორც ძველი შეფუთვით, ასევე ახალი შეფუთვით ყოფილიყო თამბაქოს კოლოფები. თუმცა როგორც გითხარით, 1 აპრილიდან უკვე მასობრივად უნდა იყოს მხოლოდ სადა შეფუთვით. ასევე ეს შეფუთვა ხელს უწყობს უკვე არსებულ მწველებს, რომ დაფიქრდნენ და გარკვეულწილად შეამცირონ ან თავი დაანებონ მოწევას. ანუ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რა უნდა მოზარდებზე და ახალგაზრდებზე და რა თქმა უნდა გარკვეულწილად ამას ეფექტი აქვს უკვე ჩამოყალიბებულ მწველებზეც კი. ეს არის უკვე კვლევებით დადასტურებული. როგორ იქნება დარღვევებზე რეაგირება? დარღვევებზე რეაგირება ჩვენ მოგეხსენებათ მთელი საქართველოს მასშტაბით ვახდენთ როგორც სავაჭრო ქსელის, ასევე მოწევასთან დაკავშირებით მონიტორინგს და შესაბამისად უკვე 1 აპრილიდან ინტენსიურად ჩვენი მონიტორები დააკვირდებიან პროცესს და შესაბამისად თუ კი დარღვევა აღმოჩნდა, ყველა დარღვევის შესახებ შეეტყობინება შემოსავლების სამსახურს. ყოველ თითოეულ შემთხვევაზე საჯარიმო სანქცია იქნება 5,000 ლარი ადმინისტრაციულ საქმეთა დარღვევათა კოდექსის შესაბამისად და შესაბამისად იმ სუბიექტებს, რომლებიც დაარღვევენ კანონის ამ მოთხოვნებს, დაჯარიმდებიან 5,000 ლარიანი საჯარიმო სანქციით. საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სასამართლოზეა, მაგრამ ფაქტი დამტკიცებულებების საფუძველზე მარტივი იქნება ამ საჯარიმო სანქციის განხორციელება. ამიტომ მოუწოდებთ ყველა სავაჭრო ქსელს, ასევე ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს, რომელიც ვაჭრობს სიგარეტით, მოახდინოს კანონთა შესაბამისობა, ასევე გარემოვაჭრეები, გარემოვაჭრობა არის მოგეხსენებათ თქვენ უკანონო ამ შემთხვევაში და საკმაოდ მარტივი იქნება აღმოჩენა, ვთქვათ, გარემოვაჭრეები კიდიან თუ არა სადა შეფუთვით პროდუქტებს, ხო? ეს ბაზრობების ტერიტორია, ნებისმიერ ესე ვთქვათ, საჯარო ტერიტორია, სადაც გარემოვაჭრეები კიდიან თამბაქოს პროდუქტებს, იქნება აბსოლუტურად მონიტორირებადი ამის თქმა მინდა და რაც შეეხება სტაციონარულ ან ჯიხურებს, მაღაზიებს და ჯიხურებს, აქ უფრო მარტივია, რა თქმა უნდა, საქმე და შესაბამისად რეაგირებაც ამ დარღვევებზე იქნება მაქსიმალური. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ, დიდი მადლობა რომ თქვენმა მედია საშუალებამ დაგვითმოდრო, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ინფორმირება ამ ახალი ნორმის შესახებ. ბატონო გიორგი, თუ არსებობს სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ როგორი არის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში, მათ შორის ახალგაზრდებსა და მოზარდებში? კი ბატონო.
რაც შეეხება თვითონ სიგარეტის მოხმარებას, აქ 33% ჰქონდა 2016 წლისთვის და დღევანდელი მონაცემებით არის 26%. საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება არის სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებით, როგორც მთლიანად პოპულაციაში, ასევე მოზარდებში. მოზარდებში მაგალითად იყო 18% და ეხლა ჩამოსულია 11%-ზე. მთლიან პოპულაციაში გითხარით უკვე რომ იყო 33% და ეხლა არის 26%-ის დონეზე, მაგრამ სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე რომ თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ ეწევა ახალი პროდუქტების პოპულარიზაციას, იგივე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების და ელექტრონული სიგარეტის, სამწუხაროდ უკვე წამოვიდა ტენდენცია განსაკუთრებით მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, თუ მაგალითად 2019 წელს იყო 7%, ახლა არის 15%. ანუ ორჯერ არის გაზრდილი და მეტად. ეს ტენდენცია მიგვითითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ხდება კანონდარღვევა განსაკუთრებით ინტერნეტ მედიის საშუალებებით, სოციალური მედიის საშუალებებით და საკმაოდ ამ პროცესში ჩართული არიან ცნობადი სახეები, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ ანაზღაურებას იღებენ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებისაგან. ჩვენ როგორც კი ვაფიქსირებთ ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, გადავცემთ შემოსავლების სამსახურს, თუმცა არ არის საკმარისი, იმდენად ფართედ არის გავრცელებული ეს პროცესი. ანუ ხდება დემონსტრირება ამ ასე ვთქვათ პროდუქტების, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში იგივე YouTube არხის გამოყენებით ზოგიერთი ცნობადი სახე პირდაპირ აქვს განთავსებული და განლაგებული ეს პროდუქტები და პირდაპირ ეთერში ვთქვათ ან ჩანაწერის დროს ახდენს დემონსტრირებას არა მხოლოდ მისი მხრიდან, არამედ მოწვეული სტუმარის მხრიდან და ანუ ფართე პროპაგანდა აქვს ამ პროდუქტებს, ამ ახალ ლეტალურ პროდუქტებს, რომლების ესე ვთქვათ ზიანი ასევე საკმაოდ მაღალია და გასულ წელს მაგალითად მეტაანალიზებმა აჩვენა, რომ ფაქტიურად არანაირი განსხვავება ელექტრონული სიგარეტის მიერ გამოწვეულ ავადობასა და ჩვეულებრივი სიგარეტის მიერ გამოწვეულ ავადობას შორის რეალურად არ არის. ანუ ეს არის ათასობით კვლევა გაანალიზებული, აქედან გამომდინარე ცრუ წარმოდგენები გვაქვს და მოვუწოდებთ ჩვენ კიდე საზოგადოებას, რომ არ წამოეგონ ინდუსტრიის მარკეტინგს და ამ შემთხვევაში ცრუ ინფორმაციას, თითქოს ელექტრონული სიგარეტი ან გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები არის ნაკლები ზიანის მომტანი ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტად საშიშიც არის, იმიტომ რომ იგივე გასახურებელი თამბაქოში დაფიქსირდა ახალი ტიპის ტოქსინები, რომელთა ბუნება ჯერ კიდევ გამოკვლეული არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ შეიძლება უფრო მეტი მაღალი რისკი წარმოშქვას სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შეიძლება ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში გქონდეს.